შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე. დღეს 1528 ოქტომბერია და ვიწყებ გადაცემას. რა ვქნა მეგობრებო, ცესკოს მონაცემებით, რა ვქნა მეგობრებო, აღარ დამთავრდა ეს თვე და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ისეთი პირი უჩანს ახალი წელიც ოქტომბრის თვეში დადგება. მე ესეთი შეგრძნებები მაქვს, ძალიან საინტერესო. დიდი დღეა დღეს მეგობრებო, მე ივანე ჯავახიშვილი შევდივარ რა ვლადიმერ ილიასზე ლენინის სახელობის პიონერთა ორგანიზაციის რიგებში. ჩემი ამხანაგებისა და წითელი დროშის წინაშე პირობას ვდებ მხურვალედ მიყვარდეს ჩემი სამშობლო. ვიცხოვრო ისე როგორც მიანდერძა დიდმა ლენინმა, როგორც მასწავლის კომუნისტური პარტია. მზად ხართ ემსახუროთ კომუნისტურ პარტიას, მზად ვარ. აი, ასეთი აურას უფევდა დღეს რუსთაველის გამზირდე პარლამენტის შენობაში ძვირფასო მეგობრებო და ვიწყებ ჩემს მონოლოგს. ელოდებით ალბათ მთელი კვირა ელოდება ხალხი, მაგრამ განსაკუთრებულია დღეს განსაკუთრებული მონოლოგი მაქვს. დღეს პარლამენტის ნახევრად სარიელ შენობაში მივიდა ოცნების 90 დეპუტატი და ჩატარდა პარლამენტის პირველი სხდომა. თავიდან დეპუტატები დიდი ხანი ისხდნენ ჩუმად, იმიტომ კი არა რომ სათქმელი არაფერი ქონდათ, ან სირცხვილი აწუხებთ, უბრალოდ წუთიერი დუმილით პატივი სცეს გარდაცვლის სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიას და ამიტომ რამდენიმე წუთით იყვნენ ჩუმად. დიდი ხნის ფიქრისა და არაფრის მომცემი მზერის შემდეგ კობახიძემ თანამებრძოლებში საერთო იდეა ამოიკითხა. ორგანიზება გაუწია და 4 კაციანი ჯგუფი გამოყო. გილოცავთ პარლამენტში ჯოკრის ჩემპიონატი ჩატარდება აწი, მართალია 4 კაციანი გუნდი 88 დეპუტატია და 2 ადამიანი უსაქმოდ რჩება. მაგრამ არა უშავს 2 კაცი ოპოზიციიდან დაემატება და ალბათ შეიკრება მთლიანად მთელი ჯოკრის ჩემპიონატი. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, თუმცა კი უნდათ ვიღაცებს შესვლა, მაგრამ შუბლის ზარღვის სანამ გაწყდებოდა გვარამიან მიუსწრო და რაღაცნაირად აღუდგინა, ანუ ერთი სიტყვით ერთი ჩამოჯდომა კი ჩამოუჯდათ პატარა ბიძინა მხარზე. პატარა ორკაპით გახედეს, მაგრამ მე შეფხიზლდნენ ისევ და შესაბამისად მანდატებზე უარი თქვეს. ხალხი ძალიან გაბრაზდა, იძახიან ეს პარლამენტი, რომელიც დღეს შეიკრება, არ გამოხატავს ხალხის ნებას, ეს უფრო ბიძინას ნებას გამოხატავსო. რას გეტყვით, იცით ხალხო? ხალხმა ჯობია ეს ამბიციები დაიცხროს. იცხოვრეთ ამ ქვეყანაში და იხადეთ გადასახადები, რომ ბიზნეს შემოსავალი არ მოაკლეს. არჩევნები და ეგეთი რაღაცები არ არის თქვენი საქმე. არა აუცილებელი ყველაფერში ცხვირი ჩაყოთ. წადით რა კარტოფილი ჭამეთ რა. რა წაიღეთ ტვინი კაცო. მიყვარს რა, ერთი ხუმრობა მაქვს, როცა ვარ ქოცი. აი ქოცობა ძალიან ისეთი პროფესიაა, რომ მარტივი პროფესიაა და ძალიან მომწონს. ძალიან მძიმე თემაზე გადავდივარ, მეგობრებო. ამ კვირაში პოლიტიკურ არც თუ ისე მოწმენდილ ცაზე კეხის გავარდნას გავდა ალეკო ელისაშვილის განცხადება. თავიდან ხომ კატეგორიულ უარზე იყო პარლამენტში შესვლაზე. 2 დღის წინ განცხადება გააკეთა, რომ თუ გაწიკებულ საარჩევნო წესები მეჭირება ხელშიო, პარლამენტში შევალო აუცილებლად. ალეკო, მინდა შეგახსენო, რომ 20 ივნისის მერე სრულიად პროპორციულ გაწიკებული საარჩევნო სისტემა გვეჭირა ხელში. შავი თეთრზე ამობეჭდილი, მაგრამ მერე ნელ-ნელა ეს ფურცელი დაახვიეს და კი აღარ მახსოვს სად გაგვიკეთეს. არა, რო გაგვიკეთეს მახსოვს, მაგრამ სად გაგვიკეთეს ეგ არ მახსოვს. ჩემო ბიჭო, ალეკო, ვერ გაფრინდები დალეკო. აი ესეთი გარითმული იუმორი შემოგთავაზე და მისი ხარისხი სრულიად გამოხატავს ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნაბიჯების ხარისხის ნიშანს. ალეკო ელისაშვილი სტუმრად იყო ნიკა გვარამიასთან მთავარ აქცენტებში. ნიკა გვარამია ხომ იცით, აი შუბლის ზარღვის აღდგენის სპეციალისტი რომ არის. ხო და იქ განაცხადა ალეკომ, ჩემზე ამბობენ რომ ფული აქვსო აღებულიო. ვინმე რომ ფული შემომთავაზოს, ცოცხალი ვერ გამასწრებსო აქედანო. ესე იგი ალეკოს ამბავი ორმაგად მაბრაზებს ძვირფასო ტელემაყურებლებო. ერთი იმიტომ რომ ჯერ პარლამენტში შესვლა უნდა და მეორე იმიტომ რომ უფასოდ შედის. რამე სარგებელი მაინც ნახე შეგაიადაბიანო, ასე ჯიბე გამოყლეტილმა როდემდე უნდა იარო. შედიხარ უფასოდ შესვლა გაგიგია პარლამენტში. მეგე თერაპია არ მესმის. იმავე გადაცემაში ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ალეკომ. მე აღმოაჩინე 2 ირაკლი კობახიძეო.
იქ არისო ელჩებთან რომ ძალიან საქმიანი მომზადებული კორექტულ და ჩვეულებრივად ზის და მუშაობს ეს კაციო ეკა და ისევ ჩვეულებრივ ხო იცით ჩვეულებრივ როგორიც არისო ეს ისე ლაპარაკობს ბიზნესთან რომ მიუშვა მინიმუმ 4 ბიზნეს მაინც აღმოაჩენს საჩხერელ ბიჭუნას ახალგაზრდა სიმპათიურ ბიზნესს შუახნის მილიონერს და უბრალოდ ნამდვილ მეცენატს რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა ისე ელისაშვილი და კობახიძე საერთო Facebook-ს თუ აკეთებენ ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ აუცილებლად კარგი იქნება რომ საერთო Facebook-ი აგდო ალეკო იკა. ან რაღაცა თუ ნდობა, ბოლომდე ნდობა იყოს. ალეკო არ გეწყინოს ეს ხუმრობა, შენ დღეს მეორე ვანო ჯავახიშვილი აღმოაჩინე, რომელიც ოპოზიციაზეც ისევე მწარეთ ხუმრობს როგორც მთავრობაზე. ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებს თავში და მოდი რას ვიზამ იცით? პირდაპირ დაურეკავ ალეკო ელისაშვილს. ხო შეიძლება. პირდაპირ დაურეკო, იმიტომ რომ მაგან ხო გამოაკრა ბანერი რომ დაურეკეთ ალეკოს. დაურეკოთ ალეკოს პირდაპირ და გავიგოთ ერთი რას ფიქრობს. აბა ავკრიბოთ ნომერი. მოგესალმებით. თქვენ დაურეკეთ ალეკო ელისაშვილს. თუ გსურთ რომ ალეკო ელისაშვილს მშვიდად ესაუბროთ, დააჭირეთ 1-ს. ხოლო თუ გსურთ ალეკო ელისაშვილზე სერიოზულად აკრიფოთ, აკრიფეთ სხვა ფესვი 625-დან. თუ პირველ ტურში ხმა ელისაშვილს მიეცით და მისგან ახსნას ითხოვთ, დააჭირეთ ძიეს. თუ გნებავთ მოისმინოთ ინფორმაცია ალეკო ელისაშვილის მანდატის შესახებ, დააჭირეთ 0-ს. მანდატი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, არ არის რეგისტრირებული, თუმცა შეიძლება დარეგისტრირდეს. თუ გსურთ გაიგოთ არაფრის მომცემი ინფორმაცია ალეკო ელისაშვილზე, დააჭირეთ 2-ს. ალეკო ელისაშვილი ზოდიაქოთი თხის რქაა, ისევე როგორც ბოსნიელი მხატვარი ალბერტ პიუ. ოცნება ყველა დათმობაზე მოდის. ელისაშვილის უფრო მიამიტური განცხადების მოსასმენად დააჭირეთ 6-ს. თუ გინდათ ფიფქები წამოვიდეს, დააჭირეთ ფიფქს. თუ აღნიშნული ჩამონათვალიდან არაფერი გაკმაყოფილებთ და გსურთ გაიგოთ მოქალაქის სიბრძნე, დააჭირეთ ძიეს. არ ჩაიდვა, მოდი შავში. არ ჩაიდვა. ხო სიბრძნეზე აქვს ბოლო ეს ხო ძალი. ეხლა ესეთი პერიოდია, ეს სიბრძნე ძალიან ბევრმა უნდა გაითვალისწინოს ძვირფასო მეგობრებო ეს ბოლო. შემდეგი თემა ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა იკა კობახიძემ, არა ირაკლი კობახიძეა ვიცი, მაგრამ ეს განცხადება მეორე ირაკლიმ გააკეთა, აი უფრო საყვარელი რომ არის ალეკოს თვალით დანახული. მოკლედ ირაკლიმ თქვა რომ საპარლამენტო კომისიას შევქმნი და გამოვიძიებთ ჩვენივე გაყალბებულ არჩევნებსო და ვაი თუ გავაყალბეთ ეს არჩევნებიო, მერე ნახეთ რა დღეში ჩავაგდებთ ჩვენ თავსო. ციხეში ამოვალპობთ საკუთარ თავებსო. არ იქნება დანდობა ჩვენი თავისო. ასე რომ იყოსო, ამ ჩვენს ნამუსგარეცხილ თავს როგორ ვაპატიებთო? ჯერ მარტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენს მიერ ჩადენილი რამდენი დანაშაული ჩავყლაპეთო და აწი ესე აღარ იქნებაო. ესეთი რაღაცა ესეთი განცხადება გააკეთა. ანუ თავი უფრო მოკლედ რომ აგიხსნათ, ირაკლიმ განაცხადა რომ მე ახლა დავჯდები ჩემს ჩასულ არჩევნებს გამოვიძიებ მე თვითონ და თუ ჩემ ჩასულ არჩევნებში რამე ჩასვლა აღმოაჩინე, მერე წავალთ სახშიო ჩვენ და ხელახლა არჩევნებს დავნიშნავთ. ეს თქვა, ეს სიბრძნე თქვა ბატონმა ირაკლი კობახიძემს. ოპოზიციაში ძალიან რთული ვითარებაა, კრიზისი აქვს პარტია გირჩს, ის ორად გაიყო, ასთა სხვადასხვაობაა, ძალიან დაძაბული სიტუაცია, მე მიკვირს რატომ არ იღებს ხმას საპატრიარქო. არა ეს საპატრიარქო კი არა, თვითონ გირჩის საპატრიარქო გამოდით და თქვით რაღაცა, ახსნა განმარტება, ვიცოდეთ რა ხდება თვითონ გირჩის პარტიაში. ოპოზიციისა და ქართული ოცნების მოლაპარაკებების ფორმატით ჩაიშალა, ფასილიტატორებთან მეხუთე რაუნდი აღარ შედგა. ეს მოლაპარაკებები ხო იცით რომელია? აი ოპოზიცია რომ შედიოდა საქმიანი სახეებით, რომ გამოსulis დროს რომ ამბობდნენ, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ფრაზა ჩემთვის იგივე, აი მიმართეთ პრესცენტრს, ესეთი ფრაზებით გამოდია ხოლმე. ფასილიტატორებთან მოლაპარაკების რაუნდებს მაინც არ მოაქვს არანაირი შედეგი და შემდეგი რაუნდი ხომ არ ჩავატაროთ მაგალითად თავისუფალ ჭიდაობაში. მაგალითად პირდაპირ ვთქვათ რომ ალეკო ელისაშვილი შეხვდება ირაკლი კობახიძეს და გრიგოლ ვაშაძე შეხვდება არჩილ თალაკვაძეს. ეს უფრო წარმოსახვითი ხუმრობაა, ხვდებით ძვირფასო მეგობრებო, უნდა წარმოიდგინოთ გრიგოლ ვაშაძეს რომ ასვია თავისუფალ ჭიდაობის ფორმა იმ კრემისფერი პლაშის ნაცვლად. აი უნდა წარმოსახვითია რა, ნუ ყველაფერზე ხوار შეიძლება რომ წინადადებაში გაიცნო, ნუ წარმოიდგინო და გაგეცინება. საერთოდ ვინ არიან ეს ფასილიტატორები? აი ვინ არიან? ყველას აქ შეგეკითხა ვინ არიან და რას ამბობენ? რას აკეთებენ ეს ფასილიტატორები? ამაზე გიორგი ვაშაძემ გაქვთ ამომწურავი პასუხი და მოусმინოთ რას აკეთებენ ფასილიტატორები, არის გამაგებინე.
ფასილიტატორები რას ამბობენ ხა? ფასილიტატორები ფასილიტაციას აკეთებენ. აგას შენად ღმერთმა, ასე მარტივად ფასილიტატორები კაცო, ფასილიტაციას აკეთებენ თურმე, რა ვიცი და ფასილიტაციას თუ აკეთებენ ფასილიტატორები, ამას მიგვალავდით კაცო, ვწოდნოდა. აქამდე ხომ უნდა ვწოდნოდა, რომ ფასილიტატორები ფასილიტაციას აკეთებენ. ისე სიმართლე რომ ვთქვა და რომ დაუკვირდეთ, ახლა ფასილიტატორები კი არა, უფრო მონადირე გვჭირდება ჩვენ ქვეყანას. რატომ გელს ახლა გადაყლაპულია ყავს ბებია, წითელკუდა, სასამართლო, ცესკო, მთელი ქვეყანა და მონადირე უფრო გვჭირდება ახლა რომ ამოიყვანოს მგლიდან ეს ყველაფერი და მე ვიცხოვროთ კბილად და ბედნიერად. ის მონადირეც კიდე ვეღარ გავიგე, ჩამოდის, არ ჩამოდის. სად არის, ან რომელი იახტით მოდის, იახტაში ეძებდნენ ამას წინათ, სადღაც გემში ეძებენ. სად არის მონადირე, სად არის? არ ვიცი, სად არის, აღარ აჩანს. როგორც იქნა, ერთი სასიამოვნო ამბავი მინდა გამცნო, დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაიწყო COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია, სასიხარულო ინფორმაცია ნამდვილად, მაგრამ რადგინდა ამ ინფორმაციის პარალელურად საქართველოში გავრცელდა სასულიერო პირის განცხადება, ნახოთ რას ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია. ნახოთ ფოტო. თუ ვაქცინა სავალდებულო იქნება, მრევლს მოუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს. აი ესეთი განცხადება გააკეთა. მამა შალვას თავისებურად ეს მის რწმენა პანდემიის დროს ვაქცინის გაკეთებას კრძალავს და მძიმე მარხვაში ნიმესილის დალევას და იმიტომ რომ არ შეიძლება. მაგ პრინციპით ავა თუ გავხდით, არც წამალი არ უნდა მივიღოთ და ზოგადად საავადმყოფოებიც არაფერში გჭირდება. რა თქმა უნდა, საავადმყოფოები ტყუილად იხარჯება ჯანდაცვაში ამდენი ფული. და ზოგადად ძალიან ზედმეტად ანალთებს ამ ქვეყანაში მზე. ცოტა რომ ჩამობნელდეს, ხო, უკეთესი იქნება, იმიტომ რომ სიბნელეს უფრო იხდენს ეს ქვეყანა ვიდრე სინათლეს. მე ესე მგონია, რა ვიცი, რა თქვი და ამ სიკაშკაშკი რაც მჭირდება. მიუხედავად ქვეყანაში ასეთი რთული მდგომარეობისა, მე მაინც არ მეშინია, იმიტომ რომ ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენს გვერდით ჩვენი პრეზიდენტია, ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ რას აკეთებს ქუჩაში. ვიდეოში რაც ნახეთ, აშკარად ჩანს, რომ ძაღლს ასეინებს, მაგრამ ხომ გონიათ, რომ ძაღლს ასეინებ და არა მეგობრებო, კი არ ასეინებ და სახში დასაბრუნებელი გზა ძაღლს აქვს დამახსოვრებული და მიყვება ეს. მოკლედ, რამდენ თემას შევეხეთ, რაზე არ ვილაპარაკეთ, მაგრამ რა ვქნა, მაინც ელისაშვილზე მეფიქრება და რა გავაკეთო. აი რა გავაკეთო, არ მინდა ეს ადამიანი იმედგაცრუებული დარჩეს, იმიტომ რომ ერთი ჩევა მინდა მოგცე ალეკო ოცნება აპირებს რაღაცეებით მოგხიბლოს. ეგენი შენ მოტყუებას შეეცდებიან, გეტყვიან რა გინდა ოპოზიციაშიო, რა გინდა მათთანო, მოდი აქო პარლამენტშიო, შენი კაბინეტი გექნებაო, მანქანა მოგემსახურება, თანაშემწე გეყოლება, კარგ ძვირიან პიჯაკს ჩაიცვამო, ხო და ალეკო არ ჩაიცვა, არ ჩაიცვა, ეგ პიჯაკი დაგუყავს ალეკო, არ ჩაიცვა. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილი.